ვიცი რომ ხარ აფხაზეთიდან. სპარინგ პარტნიორებთან უფრო ჯახაობა მიწევდა ესე. ჩემი თავისგან ვითხოვდი ბევრს და ბოლოს ნაცემს მე გამოვდიოდი ჩხუბიდან. რკინა გიდევს თუ? ხო, შემდეგ სკოლაში გავარდა ხმა, შემეშნენ, მეც ეხა მომეწონა რომ აღარავინ აღარ მეჩხუბებოდა და ვარი ქვეყანა არ უნდა შევარცხნეთ, რაც თავარია პირველ რიგში. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბრძოლის ხმა და ჩვენი მე-6 გადაცემის სტუმარი გახლავთ ბენო ადამია, სპორტსმენი, რომელმაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩვენ მოგვიტანა ძალიან დიდი წარმატება, ორგანიზაცია ოქტაგონში სატიტულო ბრძოლა ჰქონდა და გაიმარჯვა და ეს ჩემპიონის კამარიც მოგვიტანა აგერ, მოუტანა ჩვენს ქვეყანას წარმატება, თავის კლუბს და პირველ რიგში თავის თავს. ბენო, გილოცავ, ჩემო ძმაო. მადლობა დავით, მადლობა მოწვევისთვის, დიდი პატივია აქ გლორის ჩემპიონთან, ყოფილ ჩემპიონთან საუბარი. მადლობა. მადლობა რომ მოხვედი ჩვენს გადაცემაში, ამ გამარჯვებას კიდევ ერთხელ გილოცავ. ძალიან დიდი სიამაყე შეგრძნება, როდესაც იცნობა ადამიანს პირადად, იცი მისი შრომა, აფასებ მის საქმიანობას და ის ერთ დღეს მოდის შენთან და მოაქვს ეს ჩემპიონის კამარი, ისე რომ კიდევ ერთხელ გილოცავ და დარწმუნებული ვარ რომ ეს არ იქნება არაერთი ესე იგი მის ხმა მინდა რომ ანუ კიდე მოიგებ და კიდე გაიმარჯვებ რა ერთი სიტყვით. კი, უფლის წყალობით იქნება ეს. შრომით და უფლის წყალობით, რა თქმა უნდა. 22 თებერვალს შენ გამართებ ბრძოლა ოქტაგონში და ცოტა რომ ვისაუბროთ ამ ბრძოლის შესახებ. შენი მოწინააღმდეგე იყო სემ ქრისი, ანუ ბრიტანელი მებრძოლი, რომელსაც ძალიან მაგარი რეკორდი ჰქონდა, ხო? 19 და 5. კი, 19 5. უკვე 19 და 6. კი, უკვე 19 და 6 აქვს, კი. შენი წყალობით. ხო, ნუ ბრძოლა დიდი არც არაფერი, ჩვეულებრივად წავიდა, ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული, იქ სპარინგ პარტნიორებთან უფრო ჯახაობა მიწევდა, ესე ვიტყვი, ვიდრე ხა სემთან მომიწია. იმიტომ რომ თავად სპორტსმენი ხარ, იცი ეს გავლილი გაქვს ეს გზა. ვარჯიშები უფრო რთულია, ვიდრე თავად ბრძოლა. ყველაზე რთული კი ამაში წონის ჩაბარებაა. ვარჯიშები, ანუ ბრძოლა შეიძლება უფრო მარტივად ჩანდეს, რადგან თუ ანუ 100%-ით მზად ხარ ბრძოლისთვის და ყველა დეტალი გაქვს იდეალურად გავლილი მზადების პერიოდში, შემდეგ შეიძლება ესე ჩანდეს, მაგრამ მაინც ხორთულია სატიტულო ბრძოლა, თან 5 რაუნდიანი ბრძოლა, ანუ 25 წუთი იბრძოდი. ამ წარმოიდგინე ხარ ამ ხელა ფიზიკური მომზადება ჭირდება ამ ყველაფერს, რამდენი ფიქრი და ნებისყოფა ჭირდება ამ ბრძოლას. ზოგადად როგორ წარმართებ ბრძოლა, ამაზე რო ვისაუბროთ. ნებისყოფა კი, მართლაც რო სჭირდება, იმიტომ რომ 25 წუთი გაქვს დრო, ენერგია უნდა გაყო, ენერგიაც უნდა გაყო, შეცდომები არ უნდა დაუშვა, ემოციებს არ უნდა აყვე, არ უნდა წახვიდე პირდაპირ და უნდა მიყვე იმ გეგმას, რა გეგმაზეც სულ მუშაობდი. ამ სრული fight camp-ის დროს უყურებდით მის ბრძოლებს, სწავლობდით და მაგ გეგმას მივყვებოდი და ამას სჭირდება ძალიან დიდი ნებისყოფა, რომ ეს 25 წუთი ამ გეგმას არ გადაუხვიო. კი, ჩხუბი შეიძლება გამოვიდეს რამე რაღაც მოსაწყენი ეს, მაგრამ შედეგი მაინც ბოლოს უნდა იყოს გამარჯვება. ჩხუბს არ აქვს უკვე მან მნიშვნელობა თვითონ სპორტსმენისთვის. შენთან ერთად შენს გუნდს ულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს გუნდი მწვრთნელთან ერთად, ეს გუნდურობა, რომ შეკრა ესეთი გუნდი, ჩემპიონების გუნდი რომ შეკრა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ამ მწვრთნელს, კემპს და სპარინგ პარტნიორებს, როდესაც ემზადები ესეთ საპასუხისმგებლო ბრძოლისთვის. კონკრეტულად 1-2 სიტყვით რომ აგვიხსნა როგორ რამდენი კვირიანი მზადება ქონდა, სად გაიარე მზადება, ვისთან ერთად გაიარე მზადება და რა იყო პრიორიტეტი ამ ბრძოლისთვის, რადგან ყველა მოწინააღმდეგე არის ინდივიდუალური და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. კი, ესე იგი, მზადება გავიარე მე ჩემპიონთა აკადემიაში და იცით ეს ბრძოლა ჩანიშული იყო ნოემბრის თვეში, წინა გასული წლის ნოემბრის თვეში. ნოემბრის თვეში ჩაიშალა ეს ბრძოლა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემო მოწინააღმდეგემ ტვინი შერყევა მიიღო და ამიტომ გადაწიეს ჩხუბი გაურკვეველი დროით, მაშინ არ ვიცოდი როდის გადაწევდნენ და ჩანიშნეს ახლა 22 თებერვალს.
მე იქიდან მოყოლებული სულ ვემზადებოდი ამ ბრძოლისთვის, დაახლოებით ნოემბრამდე 2 თვით ადრე ვიცოდი მე ეს უკვე ბრძოლა მექნებოდა, ვემზადებოდი, მე გავიგე უცებ რომ სემმა ტრამვა მიიღო, ტვინის შერყევა მიიღო და სამწუხარო იყო ძალიან, არ ვიცი, ველოდებოდით რომ ვინმე ჩაჯდებოდა short notice-ზე და ინტერი კამარზე ვიჩხუბებდი. მაგრამ ესეთი რამ არ მოხდა. ისევ გავაგრძელე მე მზადება, ისევ გავაგრძელე ვარჯიში, არ გავჩერებულ ვარ და ბოლო 2 თვით ადრე გავიგეთ რომ უკვე 22 თებერვალს მექნებოდა ბრძოლა. ორჯერ ასე გამოდის რომ ორჯერ გაიარე ეს კემპი. კი, დაახლოებით 9 წელი ემზადებოდი ამ ბრძოლისთვის. კი, ამ ბრძოლისთვის ემზადებოდა და ესე ამიტომ ვიყავი ფიზიკურად ფსიქოლოგიურად რამდენად ის იყო ეს რთული ესეთი კითხვის ნიშნები ყოველთვის დისკომფორტს ქმნის მეც მქონია ეგეთი შემთხვევა ან გაუქმებულა ბრძოლა ან გადადებულა და ეგ არ იყო მარტივი რადგან როცა ჩამჯდარი ხარ სისტემაში და იცი რომ ის დღე არის მთელი мотиваცია და იმ დღეზე გაქვს ყველაფერი გათვლილი და მე გიწევს ამის გადაწყობა ეგ რამდენად შედეგს დავაკვირდებით, კარგად მოაბითავი, მაგრამ მაინც საინტერესოა შეგია. მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესთანაა დაკავშირებული. პირდაპირ. ხო, ემზადები, რაღაცებს გადადებ, რაღაცები უნდა გააკეთო, მე შენ თავსაც ხო უნდა დაუთმოდრო და უცებ რომ ეს ყველაფერი ჩაიშლება, გეგმები ჩაგეშლება, ყველაფერი ირევა მოკლედ ყველაფერი რა. საჩემპიონო ბრძოლამდე როგორ მიხვედი, როგორ ის იყო გზა, ძალიან რთული. მე ზოგადად ჩემპიონთა აკადემიაში რომ დავიწყე ვარჯიში, ნეგატიური რეკორდი მქონდა, 6 მოგება მქონდა, 8 წაგება მქონდა და 1 ფრე. ჩემპიონთა აკადემიის შემდეგ პირველი ბრძოლა რო ჩავატარე, საქართველოში ჩავატარე პირველი ბრძოლა, სადაც ფრე დასრულდა ჩემი ბრძოლა, ამის შემდეგ უკვე 6 ბრძოლა მიყოლებით მოვიგე. კი, შენ რეკორდის გითხარი. 12 მოგება მაქვს, 8 მარცხი მაქვს და 2 ფრე. ფაქტიურად იმ 8 მარცხის შემდეგ 8 გავყინეთ და იმედია კიდე დიდხანს გავყინავთ. კი, სხვათა შორის 1-3 დღის წინ უყურე კაკი ყიფშიძეს იმას რა, TikTok-ში ვიდეოს და მაგან თქვა იმანის სუსტად იმაზე ისაუბრა შენც რთულ კარიერაზე და შენც რეკორდზე და თქვა რომ ჭეშმარიტი მაგალითი ემისა რომ როგორ არ უნდა დათმო და როგორ უნდა მიაწვე და როგორ უნდა იშრომო და ყველაფერი გააკეთო შენი ოცნებებისთვის და მე მართლა იქ ვარ, იმიტომ რომ მე მესმის სპორტში მარცხიც რას ნიშნავს, გამარჯვებას რას ნიშნავს, იმედგაცრუება არის, შეიძლება იმედგაცრუებას გადავყვეს მთელი შენი კარიერა ალბათ, ხო, ეგეთი მომენტებიც არის სპორტულ ცხოვრებაში და მართლა სამაგალითო ის არის შენგანის ხასიათი, სამაგალითო არის და ბევრ სპორტსმენს მინდა ჩემ თავთან ერთად მივიწე რჩევა და უთხრა რომ არასდროს არ არის გვიანი, ყოველთვის უნდა იშრომო. კი, რა თქმა უნდა. არასდროს არ უნდა აღიარო რაღაც არ შემოუშვა შენს გონებაში ის ნეგატივი. რაღაც არ შეგიძლია. ხო, რაღაც მაგანი მოქმედოს მაგალითად შენს კარიერაზე ან საომავლო გეგმებზე, ასე რომ ძალიან მაგარი ხარ. გაიხარე და მართლა მთელი გულით მიხარია ნებისმიერი ქართველის გამარჯვება ეს რა თქმა უნდა ესე არის არ აქვს მნიშვნელობა იგი იქნება ბრძოლა ფეხბურთი კალათბურთი რა მნიშვნელობა აქვს ხო წარმატება არის წარმატება და როგორც ჩემს ნაწილობრივ როგორც ჩემს წარმატებას ისე უყურებ ამას რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და ნებისმიერი ადამიანი რომელიც რაღაც ქართულ საქმეს აკეთებს და ქვეყნის ცნობადობას დის არის რა თქმა უნდა დასაფასებელი. კი. ბენო მაინტერესებს ვიცი რომ ხარ აფხაზეთიდან და ხარ სამწუხაროდ ესე იგი დევნილი ხო ესე შეიძლება ითქვას ხო? კი ბატონო. ხო და თუ შეიძლება რომ ცოტა წარსულზეც გვითხრა, მაგალითად როგორ მოხვედი სპორტში ახლა, ყველამ ხო არ ვიცით ეს. გვაინტერესებს პირადად, მეც არ ვიცი მაგალითად როგორ დაიწყო შენი სპორტული ცხოვრება და საინტერესოა, როგორ დაიწყე, სად დაიწყე, სად გაიზარდე. რომელ წლიანი ხარ, რამდენი წელი ხარ? 96-იანი ვარ. 96-იანი ხარ. შენ დაიბადე უკვე ომის შემდეგ დაიბადე, კი. ომის შემდეგ ჩემი ოჯახი წამოვიდა აფხაზეთიდან. წამოსვლის შემდეგ დაახლოებით 1 წლის ვიყავი მე უკვე 97-ში, ხო, 97-ში ჩამოვედით უკვე თბილისში. 1 წლის ვიყავი აქ და
27 წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ მე. სპორტი დავიწყე, ნუ მოკლედ ბავშვობაში ვიყავი, ძალიან ისეთი ბავშვი, აი ხიფათიანი, ჩხუბობდი, სკოლაში პრობლემები მქონდა და თან გამხდარი დაბალი ბავშვი ვიყავი. ასე თუ ისე ყველა მერეოდა და ბოლოს ნაცემს მე გამოვდიოდი ჩხუბიდან. ნუ ეს ყველაფერი ხა პრობლემად შეამჩნიეს, უფრო მამა შეამჩნია და წამიყვანა შერეულ-ორთაბრძოლებზე მაშინ იყო, არენაზე ტარდებოდა ვარჯიშები და ანუ იქ დავიწყე ვარჯიში. იქ ვარჯიშის დაწყების შემდეგ თან სკოლაშიც ხმა გავარდა ეს ესე ვიტყვი ჟარგონულად ბოი без правил ზედადისო. ნუ ადრე ესე იცოდნენ mixed martial arts შერეულ-საბრძოლო ხელოვნებასე იმ ჟარგონს ხმარობს. ხო, ნუ იმედია მალე შეიძლება ეს და ნელ-ნელა იცლება. ცნობიერება მატულობს და ნორმალია. ხო, ნუ ეს შემდეგ სკოლაში გავარდა ხმა, შემეშნენ, მეც ეხა მომეწონა რომ აღარავინ აღარ მეჩხუბებოდა და მივყევი ამ სპორტს. პირველი ორი ბრძოლა წავაგე, kickboxing-ში, სხვათა შორის kickboxing-ში გამოვედი. ადრე ტარდებოდა დეკადესში ბრძოლები, ხანდახან ლილოშიც ტარდებოდა ხოლმე, მან მივიღე მონაწილეობა. მიშასთან? სახელი არ მახსოვს იმას. შეიძლება მიშა იყო, ბაგაში. ხო. მოვიკითხავთ მიშას. და მოკლედ მან ვიჩხუბე 1-2 წავაგე, შემდეგ უკვე მოვიგე და მომეწონა ეს ყველაფერი, ეს ადრენალინი ყველაფერი და მივყევი ნელ-ნელა ამას. ნუ ამას სერიოზულად მაინც ჩემი ოჯახის წევრები არ უყურებდნენ. მაგრამ დღეს აგერ გვაქვს ოქტაგონის. დღეს კი აქ მაქვს და ეხლა უკვე ძალიან დიდი ხარდაჭერაა ჩემი ოჯახიდანაც, რა ვიცი, გორჩი მიდგანან და მეხმარებიან ყველაფერს. თან ხა ისეთი გვარი გაქვს, ადამია, ესენი ჩვენი ეროვნული გმირი გენო ადამიანს მოგვარე ხარ და ესე პასუხისმგებლობას დიდია. ისეთ გვარს წარმოადგენს. გვარი არ უნდა შევარცხინოთ. გვარი ქვეყანა არ უნდა შევარცხინოთ, რაც თავია პირველ რიგში. კი ბატონო. სამომავლო გეგმები არის ძალიან საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი, აი ეს შედეგი, ყველაფერი ჩვენს მომავალს განსაზღვრავს და მაინტერესებს სამომავლოდ რას გეგმავ, როგორი გეგმები გაქვს. თუ დარწმუნებული ვარ, რომ შენს გუნდთან, მენეჯმენტთან და შენს მწვრთნელებთან ერთად ამ თემაზე ეს იქნება თქვენთვის უპირველესი თემა დღეს. კი, დაცვა მომიწევს სავარაუდოდ ივნისის თვეში, მაგრამ აქ არის კიდე რამე, რომ თუ კონტრაქტში წერია ზოგადად ესე ოქტაგონის, რომ თუ UFC შემოგთავაზა რამე, თავისუფალი ხარ კონტრაქტიდან და ამას კი შეგვიძლია რომ წავიდეთ. ერთი contender სერიაზე იქნება და კავშირები მოვიძიოთ და შევიდეთ contender. კი, contender სერია. ნუ უკვე სრულიად შესაძლებელია რა, ხან უკვე ჩემპიონი ვარ ორგანიზაციის. მანდაც რო გავიდით. შვენიერი თუ არა და კამარს რო დაიცვალ და გაიმარჯვე, კიდე უფრო გაამყარებ ამ იმას შანსებს, ხო? კი, ეხლა თან კამრის დაცვა მომიწევს ყოფილი UFC-ის მებრძოლთან, ჟალგა ჟუმაგულოვეს ყაზახი მებრძოლია და ნუ ძალიან ისეთი სერიოზული ბიჭია, კარგი ბრძოლა მომიწევს, კარგი მზადებაც დამჭირდება. ივნისში თქვი ხო დაახლოებით ივნისში კი დროც საკმაოდ კარგი დრო სამი დასვენების დროც გაქვს რამე ტრამვების ამბავი როგორ არის ოდნავ მუხლი დარჩენი არაფერი ისიც გაივლის უკვე 5 რაუნდიან ბრძოლაში თან 4 ზომის ის რო გაქვს რა 4 აუნცი ხელთათმანი ხა ჩემთან არის 10 ზომა და მაინც ახლა კიკბოქსინგის გამოსლებიდან ვამბობ არაერთხელ მქონია მუშტის ტრამვა იმიტომ რომ აი ეხლაც მტკივა რა ხო მაჯებში მე თითების ტრამვა 25 წუთი იბრძოლე და მადლობა ღმერთს რომ ტრამვა არ გაგეს რა თქმა უნდა ბედნიერება არის მაგრამ ხა რომ მეუბნები რომ მხოლოდ რაღაც მოხლიო მაგრამ მართლა მიხარია იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკია რომ ესე ტრამვა კი რისკი არის ჩემ ხელებსაც თუ შეხედავთ აქ ოპერაციები მაგ გაკეთებული ესეც ნუ ეს ძვლები რკინა გიდევს თუ ხო კი აქ ამ ორში რკინა მიდევს და აქ არა აქ უბრალოდ ისე თავისით იმასკენს რაღაც ისე გაასწორეს მე მარცხენა აქ მაქვს რკინა ხო შარშან წინ ანუ წინა ზაფხულს არა იმის წინას ხო კი one championship-ში მოვიდა კი უყურე მაგ ბრძოლას წესით უნდა მოვიღო მაგრამ არის ჯერ იყოს ხო ესეც ჩემი წესით მოვიღო მაგრამ ხელს არ მიშლის მოკლედ და თან უფრო მყარად გონია რომ არის რომ თან რკინაცაა თან ძოლიცაა და უფრო მყარად იქნება ერთი კვირის წინ მოიგე და ხა ჯერ მე მგონი ადრეა ხო ანუ ეს ინტენსიური ვარჯიშების დაწყების ის თუ რა შვები ხო ნუ ინტენსიური ვარჯიშებს არ ვაკეთებ მაგრამ დღეში ერთხელ მაინც ვარჯიშობ ხოლმე სირბილი იქნება თუ დარბაზში კომბინაციები ან ხა აქაც ჭიდაობიდან მოვდივარ ჭიდაობაზე ვიყავით და იქ ვიჭიდავით სუბუქად ერთ დაახლოებით საათ ნახევარი და წამოვედი შემდეგ აქ
შენ გუნდზე რომ მოგვიყვა საინტერესო არის ანუ თქვენი ცხოვრების წესი, როგორი ცხოვრების წესი ცხოვრობთ, ვარჯიშები, როგორი სისტემა გაქვთ, ვისთან ერთად ვარჯიშობ, ვიცი რომ ამირან გოგოლაძეც თქვენთან ვარჯიშობს ხო რატისთან ანუ ჩემპიონთა აკადემიაში. კი, სანამ ამერიკაში წავიდოდა იქ ჩვენთან იყო, ჩვენთან ვარჯიშობდა, ასევე ვარჯიშობს ოქტაგონის featherweight ჩემპიონატ 66 კილოგრამში ჩემპიონი, ვინც იყო პირველი საქართველოში მათ სანიკიძე. უმეტესად ის იყო ჩემი სპარინგ პარტნიორი, მან მომამზადა. რატი ჩვენი head coach-ია, მანაც ძალიან დიდი შრომა გაწია ამ კამრის მოპოვებაში, მინდა მადლობა გადაუხადო, ასევე ჩემპიონთა მოგიკითხავთ რატის და მადლობა, კარგ საქმეს აკეთებ და წარმატებები. კი, ნამდვილად, ასევე ჩემპიონთა აკადემიას მინდა თავიდან ბოლომდე ყველა სტაფს მადლობა გადაუხადო იმ ატმოსფეროსთვის, რა ატმოსფეროსაც ქმნიან და შემდეგ ბიჭები გადიან ბრძოლობენ და იგებენ, მათაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვი თამაში, მადლობა მათ. სხვა რაც შემიძლია ვთქვა ჩემს სპარინგ პარტნიორებზე, ძალიან კარგი თაობა მოდის ზოგადად და მე ვემზადებოდი 20, 21, 22 წლის ბიჭებთან. მაგრამ არიან, რა ვიცი, მხეცები. დაახლოებით 5 წელიწადში ძალიან მაგარი თაობა წამოვა და ძალიან გვასახელები. ოქტაგონის რამდენი კამარი არის ჩვენთან 3 თუ 2? 2 კამარი. სანიკიძე და მე, კი. სანიკიძეს როგორი გისაქვს გეგმები რამე შეიძლება რომ ორი სიტყვით. სანიკიძეს გეგმები ეხლა ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, ჯერ არ აქვს ჩანიშნული, მაგრამ საერთოდ ჩაენიშნება ახლო მომავალში და იბრძოლებს უკვე. ისევ ოქტაგონში თუ სადმე სხვა? კი, ისევ ოქტაგონში. ოქტაგონში იბრძოლებს, მან კამარი დათმო რა, წაგებით არ წავიგო, უბრალოდ გადავიდა სხვა ზონაში და ეხლა ბენთამვეიტში ბრძოლობს 61 კილოგრამის ზონის კატეგორიაში. წარმატებები მას, კი. ბენო, აი ხარ MMA-ის მებრძოლი, ხო? მაგრამ ბრძოლის ყველას აქვს თავისი ბრძოლის სტილი, ხო? მაინტერესებს მაგალითად როგორ მოწინააღმდეგე რომ წარმოიდგენდი მაგალითად როგორ მოწინააღმდეგესთან როგორ ბრძოლას დადგამდი აი მაგალითად ხო არის დგომში მებრძოლი და არის კიდე მებრძოლი რომელიც პარტერში უკეთესად მუშაობს ხო შენთვის უფრო კომფორტული რომელია და შენ თვითონ მოჭიდავეს როგორ ბრძოლას თავაზებ და დგომში მოჩხუბარს როგორ ბრძოლას თავაზობ ეს ძალიან საინტერესო არის ჩემთვის. ხო, ეს ყველაფერი მწვრთნელებიდან მოდის, რომ მწვრთნელები სწავლობენ ჩემ მოწინააღმდეგეს და შენი პირადად შენ როდესაც მოწინააღმდეგეს ბრძოლას თავაზობ, შენი პრიორიტეტი მაგალითად რომელი არის? გააჩნია ჩემ მოწინააღმდეგე რას აკეთებს კარგად. მე მას შევისწავლი, თუ დგომში მებრძოლია, მე მას ვეჭიდავები, თუ მოჭიდავია, მე მას ვეჩხუბები, მაგრამ მანდაც არის კიდე რამოდენიმე ფაქტორი, როგორი გამძლეობა აქვს, როგორი სისწრაფე აქვს. შეიძლება სისწრაფე არ ქონდეს ისეთი, მე სისწრაფეში ვაჯობო. უმეტესად მოჭიდავეს დგომში ვებრძოლები და დგომში მორჩხუბარს ვეჭიდავებ. ჩემთვის კომფორტული მდგომარეობა მაინც უფრო დგომში ბრძოლა არის, უფრო კომფორტულად მაინც. ანუ ზუსტად ეგ მაინტერესებდა, ანუ შენთვის კი, პრიორიტეტი არის დგომში ბრძოლა და გირჩევნია რომ მაგალითად ჭიდაობაზე უფრო კი, ჭიდაობა მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას და აი ჭიდაობიდან როცა უკვე ჩხუბობ და ჭიდაობ და მე გამოვდივარ ჭიდაობიდან ისე დგომს ვიწყებთ, არის ძალიან რთული აქ ხელები გებერება, სუნთქვა გერევა და მოკლედ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და ყოველთვის რომ თავი ავარიდო. თუ დავიწყებ ჭიდაობას, მაშინ სულ უნდა ვიჭიდაო ხოლმე მოწინააღმდეგესთან თავიდან ბოლომდე. გასაგები არის. ესე იგი ვარჯიშების სისტემას რაც შეეხება როგორც როგორც მანამდე მესაუბრე, დაყოფილი გაქვთ დღეები, ხო? ანუ არის დგომის დღე, არის მაგალითად ჭიდაობის დღე არის. და აი ამ ვარჯიშებს, ანუ ერთად ვარჯიშობთ, ანუ სხვა გუნდში შედიხარ, ცალკე ჯგუფი გაქვთ თუ უბრალოდ ერთი სამწმო ბაზა აკეთებს ამას და ერთი სპარინგ პარტნიორები და ის გაქვთ? კი, გუნდს რაც შეეხება. ჯგუფები ცალსაკეა თუ ეს ყველაფერი ერთთლიანობაში ხდება?
ჯგუფები ცალ-ცალკეა, უბრალოდ ყველაფერი ხდება ჩემპიონთა აკადემიაში, არის დაყოფილი დღეები. მაგალითად, ორშაბათს არის სტრაიკინგის დღე, სამშაბათს არის BJJ, ოთხშაბათს არის ისევ სტრაიკინგი, უფრო გრუშები და გრუშასთან გამძლეობითი ვარჯიშები. ხუთშაბათს გვაქვს დგომის ჭიდაობა, freestyle wrestling-ი ან თავისუფალი ჭიდაობა გვაქვს და პარასკევს გვაქვს თვითონ MMA. პარასკევს ვაკეთებთ უფრო გახსნით ვარჯიშებს, ოდნავ წავის სპარინგები და შაბათს უკვე სპარინგები გვაქვს დაახლოებით 7-8 რაუნდი სპარინგობთ ხოლმე MMA-ს. კვირას უკვე ვისვენებთ, მაგრამ დასვენებაც ისეთია, ოდნავ შეიძლება წაიძუნძულო და 5-4. დასვენებაც საჭირო არის, დასვენებაც მნიშვნელოვანი არის, რადგან დასვენებაც ერთ-ერთი recovery როგორი აღდგენა. ხო, არის, ანუ აღდგენა არის მნიშვნელოვანი. თავიდან იყო პერიოდი, როდესაც ანუ ჩემი თავისგან ვითხოვდი ბევრს და მეგონა რომ რაც უფრო მეც დროს დახარჯავ და რაც უფრო მეტად გაიწურები, მით უკეთეს შედეგს დადებ, ხო, მაგრამ შემდეგ ჰოლანდიაში რო ვარჯიშობდი, ერთი მარტინ ფან ბერლო ესეთი ფიზმომზადების და მწვრთნელი იყო, თან ფიზიოთერაპევტი, რომელთანაც დავიწყე მუშაობა, ანუ ვარჯიში და იქ მივხვდი, რომ შენი რესურსების გამოწურვა არ არის ფორმაში მოსვლა, ანუ ხვალ დღეს რო ვარჯიშობ, ანუ ხვალინდელი დღისთვისაც რო უნდა იფიქრო, ხვალინდელი ვარჯიშისთვისაც ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ დღეს დაიხარჯები, ანუ პლუს 100%-ით შეიძლება ხვალ აღდგენა ვერ მოასწროს ორგანიზმმა და ხვალ მე ვარჯიშზე მიხვიდე უბრალოდ გამოფიტული. რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მაზიში მეზარებოდა, მაგრამ მაინც მივდიოდი და აი ზუსტად მიზეზი ეს იყო, რომ წინა დღეს მქონდა ძალიან გამოწურული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვარჯიშების პერიოდს, ანუ ბრძოლამდე, ბრძოლის შემდეგ და ასე შემდეგ. გეთანხმები. ხო, ჩემპიონთა აკადემიაში 1 წელზე მეტი მეც დავდიოდი, მან ფიზმომზადებაზე იქ დავდიოდი და კარგი გუნდი არის მან შეკრული. ყველანაირი პირობებიც აქვთ და კარგი ესეთ, როგორ ვთქვა, მოგონებები მაქვს იმ აკადემიასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ თან. თქვენი შედეგებიც ფაქტია იმისა, რომ ანუ სწორად მუშაობს ეს სპორტული, როგორ ვთქვა, დარბაზი თუ ხო რა, გუნდი, ხო და წარმატებებს უსურვებთ. ბენო, მადლობა ძმაო, რომ მოხვედით ჩვენთან. კიდევ ერთხელ გილოცავ წარმატებებს, გულშემატკივრობთ. და მალე მინდა რინგზე გიხილო დაბრუნებული და ვისურვებდი რომ ეს იყოს ამერიკა, UFC-ს გზა და დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება, რადგან შენი კარიერა და შენი საქმიანობა სწორედ мотивация არის ძალიან ბევრი ახალგაზრდასთვის და სწორედ პასუხი არის იმისა, რომ არასდროს არ უნდა დათმო, never give up. წინ სიარული და როდესაც 100%-ს აკეთებ და ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ შედეგი დადო, ეს შედეგიც აგერ არის და არა გვიანებს, ესეც არის ამის მაგალითი და წარმატებებს გისურვებ. მადლობა დავით, მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია აქ ჯდომა და შენთან საუბარი ამ პოდკასტში. უღრმესი მადლობა. კი, შრომა ყოველთვის დაფასდება. ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს, მეც შენ ბრძოლებზე გავიზარდე, შენი საჩემპიონო ბრძოლა მაქვს ნანახი ლაივში, საქართველოდან და ზუსტად მან დავინახე, რომ არასდროს არ უნდა დანებდე. გაიხარე, ორი სიტყვით მადლობა დიდი. ეს იყო შენთვის დიდი мотивация. დიდი მადლობა, გაიხარე და ორი სიტყვით გულშემატკივარსაც მიმართებარემ ჩვენი გადაცემიდან, რადგან გულშემატკივარი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი мотиваტორი რა, ასე მე. კი, დამატებითი ძალა და ენერგია არის და კი, მიმართავ გულშემატკივარს, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმ გამახსნევებელი სიტყვებისთვის, რასაც მწერდით სოციალურ მედიაზე, კომენტარებში, ყველაფერს ვკითხულობ, ვნახულობ და უღრმესი მადლობა თქვენ. დაბა წარმატებები. გაიხარეთ.